ოლიმპიურ სასახლეში თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართა. ფინალში, რომელშიც თბილისის 52 და 53 საჯარო სკოლების საკალათბურთო გუნდები მონაწილეობდნენ, გამარჯვება 53 სკოლის სპორტსმენებმა მოიპოვეს. ღონისძიება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ასევე დაეხმარება ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს პირველი ნაბიჯები გადადგან პროფესიონალურ სპორტში. ასევე დღეს დასრულდა კალათბურთის ჩემპიონატი. მინდა მიულოცა პირველ რიგში გამარჯვებულ გუნდებს და უსურო წარმატება. ვიმედოვნებ, რომ ესეთი დონის ტურნირები მომავალში უფრო ბევრი და ბევრი გვექნება, რაც არის პრინციპში ბავშვების მონაწილეების, გულშემატკივრების და ჩვენი როგორც ორგანიზატორების გამარჯვება, იმიტომ რომ იყო მართლაც მაღალ დონეზე ჩატარებული ტურნირი. ძალიან გახარებულები ვართ რა, გუნდი შევიკარით კარგად ვითამაშეთ თელი ტურნირი. ვიცოდით რომ ფინალი მარტივი თამაში არ იქნებოდა, მაგრამ შევძელით და ერთად დავძლიეთ. გავხდით ჩემპიონები, მოვიგეთ ცოტა დიდი ანგარიშით, მაგრამ უფრო მეტი შეიძლება და კმაყოფილები ვართ.